მოკლედ გუშინ ნახე ფილმი რა, ახალი გამოსული არის 2026-ის ჯორჯ ვაშინგტონი რა. ხო და ბევრი რაღაცა საინტერესო მნიშვნელოვანი რაღაცა ამოვიღე. მანდიდან და ეხა ვიტყვი. გასვამობდი რომ ბევრი საინტერესო რაღაცეთი იდეა ამოვიღე, რომელზე ლაპარაკით შეიძლება და თან საინტერესო არის რა და ეხა თან ვარჯიშობ, აქ ნახევარი ვარჯიში თითქმის დამთავრებული მაქვს. თან ვარჯიშს გადავიღებ და თან მაგაზე რაც მინდოდა მეთქვა, ვილაპარაკებ რა. თავიდან რომ დავიწყო, პირველ რიგში, კარგი ფილმი არის რა იდეაში. ძალიან კარგი არა, მაგრამ ნორმალური გადაღება, აზრი, იდეა და რაღაცეები, კარგად არის პერსონაჟიც, კარგად არის წარმოჩენილი რა, ასე თუ ის. მაინც მინდოდა აქედან რა ძალიან საინტერესო რაღაც არის და სწორად მინდა რომ გადმოცდა სტორიაზე ჩამოაყალიბო ამასთან დაკავშირებით. ეხლა ნახე. თვითონ პერსონაჟი თავიდან როგორი არის. და მე მინდა რომ დავაკავშირო რაღაც პარალელი და რაღაცასთან დავაკავშირო და მე საბოლოო აზრი გამოვიყვანო რა. თვითონ პერსონაჟი არის ისეთი ამბიციური და თან მაგ ამბიციაში აქვს ის რომ სხვების დარწმუნებაც შეუძლია რა. ბევრ სიტუაციაში ჩანს ეგ რა, ის იმეებში სცენის დეტალებში და სცენის მოყოლას არ დავიწყებ, უბრალოდ თავარ აზრს ვიტყვი, რიდანაც კარგი რაღაცების გამოყვანა და კარგი აზრის დადება შეიძლება რა. ფილმებს არ ვუყურებ, შეიძლება თვეში 2 ან მაქსიმუმ 3 ფილმს ვუყურებ, მაგრამ ისეთი ფილმები კარგი არის ხოლმე, საიდანაც რაღაც ამოღება შეიძლება და რაღაც იდეის დანახვა რა, რაღაცა ისეთი დანახვა, რაც ეს არის რა, ეგეთ იმას რო გიტოვებს. პირველი რაც იყო, რომ ეგ არის ამბიციურია, მიდის, სხვასაც არ წმუნებს ამ ყველაფერში, რაც თვითონ უნდა რომ გააკეთოს და თან არის ის, რომ მართ ხდება რა, ჯამში არ მართ ხდება, მაგრამ პირველ მცდელობას, რასაც გადაწყვეტს რომ გააკეთოს, ამ ყველაფერში დამართ ხდება რა და მან ჩნდება ის, რომ თითქოს აპირებს, რომ რაც არ მომენტონა მაგ მომენტში არის ის, რომ თითქოს აპირებს, რომ სხვების აზრი, როცა დამართ ხდება, სხვების აზრი თითქოს უნდა მიიღოს უკვე რა. საბოლოოდ ეგრე არ მოხდება, მაგრამ თითქოს აპირებს იმას, რომ ეგ აზრი მიიღოს, რომ ხო ეუბნევიან, რომ ესეთი ამბიციური არისო, ესე არ გააკეთო, ესე არა და ზედმეტად ამბიციური ხარ რაღაცა და ცდილობს, რომ ეგ აზრი რაღაც მომენტში მიიღოს, რომ იქნებ სხვები მართალი არიან რა. ის იმის მერე ხდება, რაც დამართ ხდება და ფიქრობს, რომ იქნება სხვები არიან მართალი და აზროვნებაში მანდ არის შეცდომა, რომ არა რა, არ არიან მართლები. ვიზახი, რომ საერთოდ არავის არ მოусმინა, უბრალოდ შენ მაგ მიმართულებით აზროვნება რო აქვს, რომ ამბიციური არის და დიდი და ისეთი ამბიციები აქვს, რომელშიც დარწმუნებულია და მანდ მერე დამარცხების მერე ყველაზე მეტად არის ხოლმე ეგ წნეხი, რომ თითქოს დაუჯეროს ხვებს, რომ არა. ესე მართალი იყვნენ ან რაღაცა და არ არის ეგრე რა. მანდ უნდა ყოფილიყო ის იდეა, რომ ბოლომდე მიყოლოდა მაგ ყველაფერს და მიიღო ის, რომ ეს ამბიციურობა ცუდი არის ან რამე მსგავსია. დალაგებული არ მაქვს და ცოტა არეულად ვლაპარაკობ და ვეცდები, რომ დავალაგო რამდენიმე აზრი, ის თქმაც მინდოდა მერე გავაგრძელო. მეორე კარგი ის იყო ამ ფილმში, რომ ისე დასრულდა, რომ არ გითხრა, რას აპირებდა მაგალითად სოპრანო ვისაც გაქვთ ნახი, ბოლოს სერიალი ისე სრულდება, რომ კარგად ტოვებს რა, კარგ იმას ტოვებს, იმიტომ რომ თვითონ არ გეუბნება, რას აპირებდა და რის თქმას აპირებდა, შენ თვითონ უნდა გამოიცნო, ბოლოს რა მოხდა რა და გჭირდება რომ შენ თვითონ დაფიქრდე, პირდაპირ არ გიღეჭავს და არ გიგდებს, ასე ვთქვათ, რომ ეს არის და ვსო, გიტოვებს დასაფიქრებელ სივრცეს რა, რომ შენ გაიაზრო, გაანალიზო და შენ თვითონ მიხვდე რა მოხდა რა, როგორ დასრულდა, შენ თვითონ უნდა გაიგო. სოპრანოში იყო ეგ აზრი და აქაც ეგრე არ დასრულებულა, მაგრამ დაახლოებით იგივე ის დატოვა, რომ ამის შემდეგ გაგრძელება არის და საბოლოოდ აქამდე მივედით და ეს მოხდა და მერე ეს მოხდა და ეს არ ყოფილა რა, ისე დასრულდა, რომ მერე შენ თვითონ უნდა იმას ქნა, მერე რა მოხდა, მერე როგორ და იმიტომ რომ ხო აწყო მერე როგორ გაგრძელდა. და კიდე ერთი რაც მომეწონა არის ის, რომ
პროცესით სიამოვნება და თვითონ აი პროცესით კვება კარგად ჩანს რა იმ მოგზაურობის აი ეს მოგზაურობა ჩანს და კარგად არის გამოკვეთილი და ეგ სასიამოვნო იყო ის რომ რაღაც კი არის მიზანი მაგრამ აი უპირატესობა ენიჭება პროცესს რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ეგიც კარგად გამოჩნდა რა ძალიან იდეალური და ძალიან მაგარი და დახვეწილი ფილმი არის მაგრამ აი საყურებლად მართლა ღირს რა თან ახალი ფილმი არის და საინტერესო დეტალების ამოღება შეიძლება ბევრი ძალიან ეხა წვიმას იწყებს. დავასრულებ ვარჯიშს რა. აღარ გადავიღებ მაგას და მე იქით გადავალ და თუ რამე იქნება სათქმელი დავამატებ. თუ არა და მე მგონი აქ მორჩება, შეიძლება ამის მერე აღარ გაგრძელდეს. მოკლედ ეგ არის რა. ერთი რაღაც თქვას მინდოდა. ტელეგრამი გვაქვს რა. ღია ტელეგრამი და მოკლედ ღია ტელეგრამი გვაქვს და აღწერა შეიქნება ლინკი, ვისაც გინდათ შევუნდით, ჩატიც არის და რაღაც საინტერესო თემებიც დაიდება ხოლმე. არის სხვადასხვა თემები და მანდაც ვიდეოები დაიდება ისეთი, რომელიც აქ არ დაიდება ხოლმე მოკლედ.